ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ჩვენ ისევ ერთად ვართ და ისევ შოუ-ბიზნესის სიახლეებს გაგაცნობთ ლაილაისთან ერთად. და რადგანაც ახლა ინფორმატორის დრო დადგა, მოდით ვნახოთ თუ რითი იყო საინტერესო 28 ოქტომბერი ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესისათვის. დღეს ჩვენს პროგრამაში შემოგთავაზებთ. ეთერკაკულია ვიდეოკლიპზე მუშაობს. ნინი ბადურაშვილი როკის სტილში იწერს ახალ სიმღერას. გოეთეს ინსტიტუტში იერუსალიმის ექსპედიციის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ქართული ფოტოგრაფი დათო ცხადაძე ექსპედიციით იმყოფებოდა იერუსალიმში და როგორც მოსალოდნელი იყო ამ მოგზაურობამ მის შემოქმედებაზეც იქონია გავლენა. ასე რომ გოეთეს ინსტიტუტში ამ ექსპედიციის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. სახელწოდებით 120 დღე წმინდა მიწაზე. წარმოდგენილია 200-ზე მეტი სურათი, რომელიც ასახავს ამ ექსპედიციის მუშაობას, იქ მოძიებულს და მიკვლეულ ქართულ სიძველეებს, აი ამ გადაუჭრელობად შეიძლება ითქვას განს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაც წარმოდგენა გვქონდა, მიდიოთ ახლა უამრავი ახალი რაღაც აღმოჩნდა, თუნდაც აი ეს 4 უამრავი წარწერები, აქ წარმოდგენილია ნაწილი მხოლოდ რაც ამ ჯერად ჩავთვალეთ, რომ შეიძლება და რომ საინტერესო ყოფილიყო. თორედ მასალა საკმაოდ ბევრი, გაცილებით მეტია მასალა და ნუ რა ვიცი, ეს უჩვენებს რა ეტაპზე არის თქვა ეს ექსპედიცია, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ცალკე დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს და ნუ რა თქმა უნდა ეს გულისხმობს იმას, რომ შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამაზე და ვინდა მივაქციოთ საზოგადოების ყურადღებას ვეთ აი ამ საგანძურს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის წმინდა მიწაზე, ამ შემთხვევაში იერუსალიმში. ძალიან კეთილსინდისიერი და გულიანი ნამუშევრია, სულ ყველაფერი. რაც შეეხება ფრესკებს, რაც შეეხება ნივთებს, წარწერებს, მე ამაზე უკეთესი არ მინახია ჩვენ სინამდვილეში. მე ყველაფერს შევიგებ. სკოლისა მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ თაგნას რომ მოხდიმე ამ ექსპედიციაში როგორც რიგითი წევრი. თინეიჯერების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ამჯერად თავის ძალებს როკში ცდის. ამჟამად ის სანო სტუდიაში მუშაობს, სადაც კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერას სწორედ ამ სტილში იწერს. Tu ven cambachereb, zabame damobaswa. Camishotres, me miguarja. Tore me gastama brunekwa. Nu camishotres. ეს სიმღერა არ არის ის სტილი, რომელსაც საერთოდ მღერი, ეს არის როკის სტილში და მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტი მანანა გურგენიძის, არანჟირება ეკუთვნის ბორი კოშხიანს და იწერება სანო სტუდიაში ლევან ლაზარიშვილი. გვეხმარება ამ ყველაფერში. საერთოდ ახლა როკი უფრო ჩემთან ყველაზე ახლოს არის, ყველა მიმდინარეობასთან განსხვავებით და აუცილებლად ჩემ მოლოდინს გადააჭარბა იმ მხრივ, რომ რაც უთხარით მაქსიმალურად გააკეთა, ყველაფერი კარგად ჩაწერა. მე ფიქრობ, რომ ეს იქნება რაღაცა სხვა რა, ანუ ის არ იქნება, რასაც ადრე მღეროდი. მომბეზდა მეც პაპსას სიმღერა და ამიტომ გადავწყვეტა ცოტა სხვა ჟანრში მემღერა. ანუ როკში და როკი ძალიან მიყვარს. ოღონდ ლაითი როკი ხა ძალიან ის მძიმე როკი არ არის ესეც და არც მიყვარს. მითხრა რომ ვიდა განსხვავებული როკ სიმღერა და რაღაცა სიახლე და მე ძალიან გამეხარდა და
გამომივიდა, ველოდი რომ გამომივიდოდა, მაგრამ უფრო კარგი გამომივიდა, რასაც ველოდი. ბოლომდე ვერ გადავალ, თქვათ, როკის სტილ, როკს ბოლომდე არ ვიმღერებ ალბათ, მაგრამ ეს იქნება რაღაც სხვა, მაგრამ სხვა სიმღერებით მექნება ისევ იმ სტილში, რომელსაც მღეროდი რა. ეს უბრალოდ მინდოდა რომ ეს გამაკეთებინა. მე მიყვარხარ მომღერალი ეთერ კაკულია, როგორც თავად გითხრა, თინეიჯერ მეგობართან ტატა ჯიბლაძესთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე ვიდეო კლიპს იღებს. უпростоრად რეჟისორი და სცენარის ავტორიც დათო ჯანიაშვილია. სიმღერა მოდით ერთად ვიცეკვოთ ოთარ ტატიშვილს ეკუთვნის. ჩვენ გადაღების პირველ დღეს დავესწარით. სიმღერიდან გამომდინარე, ეს არის ძალიან ისეთი მობილური სიმღერა, ასე ვთქვათ, იცით და ცეკვებთან ერთად რასაც მეც უნდა ავცეკვდე, იმიტომ რომ უკვე დროა, რომ ვიცეკვო, აბარა. და რეჟისორია, სცენარისტია დათო ჯანიაშვილი, ჩვენი მეგობარი. სიმღერა არის ოთარ ტატიშვილის, აგრეთვე ჩვენი მეგობარი, სიტყვებიც ოთარი ტატიშვილის. ეს მინდოდა იცით რაღაც ძალიან ისეთი საცეკვაო, იცით რომ უნდა ავცეკვდეთ, საკუთარ საქართველოს უნდა იცეკვოს, რასაკვირველია. იმიტომ რომ მოდით ვიცეკვოთ. ხო, სიმღერას ქვია მოდით ერთად ვიცეკვოთ. ნახეთ რა კარგია. ხადა. მოდი გაწამოწიე კადრია. აი ეგრე. კარგია. всё. ხოშენია. ყურადღებით. ჩვენი მეგობრებიდან გამომდინარე იყო ეს. და ჩვენი რავი დიდი ხნის ურთიერთობიდან გამოიქნება ეს ნაყოფი, ასე ვთქვათ, რა ეს ნამუშევარი, ერთობლივი პირველია, მართალია და იმედა ყველაფერი კარგად იქნება რა. შედარებით მარტივად ასაქმელი მელოდია, ძალიან კარგი არანჟირება გიგა კოხიანიძის და მე ვფიქრობ, აი კლიპმაც თუ გაამართლა, ალბათ და იმედი მაქვს, რომ ნორმალური გამოვა. მე ვფიქრობ, ეს სიმღერა მაინც არ ვიცი, შეიძლება ისეთი ასატაცებელი გახდეს. ეს ის პერიოდია 21 საუკუნეა. ეს ადრე არ ხდებოდა, ხო მართალია რა? მე ვამბობ, აი ჩემი ძალიან ახალგაზრდობის, ახლა სხვა ახალგაზრდობა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდობის პერიოდში, ხო, ალბათ სტუდენტობის, ხო? მაშინ არ იყო კლიპები და არ ვიცოდით და მაშინ პირდაპირ იყო, იცით, ალბათ პირდაპირ ტრანსლაცია და პირდაპირ. ეხლა ეს არის აუცილებელი ფაქტორი, კლიპი უნდა ქონდეს ყველა მომღერალს, თანაც მოჭარბებული. გალერეა უნივერსში ინფორმატორი თენგიზ უთმელიძის ფოტო გამოფენას დაესწრო. ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ 100 ჯერ კაგონილს ერთხელ ნანახის ჯობიაო. ასე რომ ვნახოთ სიუჟეტი. გამოფენას დავარქვი 60-იანი წლები. მართლა გამორჩეული იყო 60-იანი წლები. იმიტომ რომ რაღაც ოქროს ხანა ქვია ჩვენი ანსამბლის. იყო უამრავი მოგზაურობა და აი იმ პერიოდში გაისმა მთელ მსოფლიო ჩვენი ანსამბლი, უამრავი მიწვევა იყო. და თვითონ ანსამბლი იყო ძალიან ძლიერი შემოქმედებით. რა თქმა უნდა, ქალბატონ ნინოს და ბატონ ლიკოს წყალობით და იმ მოცეკვავეთა იმ თაობის წყალობით, ვინც მაშინ ცეკვავდა. წკინვალი მოცეკვავები. ინდივიდუალური ხელწერის ხალხი იყო და გამორჩეულები იყვნენ, მართლა ეს ცნობილია, პრესაშიც აღნიშნულია და აბა უცხოელი მაყურებელი და ლასკალას მაყურებელი, მეტროპოლიტენ ოპერას, ლონდონი და რა ვიცი, უამრავი პრესტიჟული თეატრები ტაშარ დაგიკრავენ თუ მაღალი დონე არის. და ეს არის დიდი დამსახურება და 8 წლის ზუსტად ნინო რამიშვილის და ელიკო სოფიშვილის. ასეთ დონეზე იყო ანსამბლი. ასეთი არავის არ გაუკეთებია.
ესე ფირზე არის გადაღებული კინო დოკუმენტური მასალები არსებობს. რაც შეეხება ფოტოს, ასეთი რაოდენობით ასაცილებს არ არის. ეს არის ისტორია. ჩვენი ანსამბლის ისტორია. ეს ისეთი პერიოდია, ყველაზე საუკეთესო. წყინვალე ის იყო ეს პერიოდი ჩვენთვის ძალიან კარგი. სულ ფალცი დამიდგა ყველაფერი რა. ძალიან კარგი. რამიშვილი ყოველთვის უკმაყოფილო იყო. ტენკის პროფილში არ გადამიღო. მანდამაის პროფილში გადაღებული ბევრი სურათები ძალიან და გიждდებოდა რამიშვილის კარგი. მადლობა უნდა გადავუხადო, რომ შემოუნახა საქართველოს ქართული ცეკვის ისტორია. 40 წლის წინ ახალგაზრდა ბიჭები და ამშვენებდნენ და აზანზარებდნენ თელ მსოფლიოს მოიარეს თელი მსოფლიო და თენგიზ უთმელიძემ ეს ყველაფერი აღბეჭდა, შემოუნახა, დაუტოვა, მოდით და ისე ამოვნეთო. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.